Hi, მეგობრებო, გამარჯობათ. ჯერ ვეძებ ჩემს სტილს, ნიშას, როგორ უნდა შემოგეგებოთ ხოლმე. ძალიან დიდი მადლობა ყველას subscription-ებისთვის, გამოყოლისთვის, გაზიარებისთვის, ძალიან თბილი კომენტარებისთვის. მართლა ვაფასებ და ძალიან მეხმარება. დიდი მადლობა თქვენ. დღეს პირველი ვიდეოა ფაქტიურად, რაც უნდა დავთმო news, ხო? და სანამ დავჯდებოდი კამერის წინ, მანამდე ბოლომდე ვფიქრობდი, რაზე ვილაპარაკო? აი, რაზე შეიძლება ლაპარაკი? რა არის თავარი თემა? იმის გამო, რომ გვაყრიან თავზე იმდენ ამბავს ერთ დღეში იმდენ ამბავს ფარავს ამერიკაში დღეს და არა მარტო ამერიკაში, მსოფლიოში, ხო? მედია რომ ნორმალურ დროში ხო აქედან თითოეული რო აგვეღო იქნებოდა იმხელა ამბავი, იმხელა სკანდალი, მაგრამ დღეს ისეთი გარემოა და ეს მოიტანა აი იმან რომ ამერიკაში აირჩიეს პრეზიდენტი, რომელიც რეალიტი შოუების ის იყო, რა ქვია, მონაწილე და პროდიუსერი და მფლობელი. ძაღლი დარბის წინ დავკ. ხო და თუ გესმით ხმები ბოდიში ძაღლი დარბის. და სულ ცდილობს ის რომ მას აქვს ფობია იმისი რომ არიქა ვაიმე აღარ არის news cycle-ის ეპიცენტრში. ერთი წამი მაინც ვიღაცამ გადაუჯოკრა მამდანიზე უფრო მეც ლაპარაკობენ და შეიძლება გაგიჟდეს ტანის ამოსიანად. ხო და ამის გამო თუ იმის გამო რომ ძალიან ბევრი ამბავი აქვს გადასაფარი, მოკლედ ქაოსია. სერიოზული ქაოსია. და დღეს რო ფიქრობდი, რასაც დავიწყო, რითი უნდა დავიწყო, რა არის ყველაზე დიდი ამბავი? ომი ირანთან, იქნება, არ იქნება? ვერც ერთი სპეციალისტი ვერ ამბობს, იქნება თუ არა ომი, ხო? ამერიკის ორივე მხარე, სამივე პრინციპში, ანუ რესპუბლიკელების ამომრჩევლებით და დემოკრატების ამომრჩევლებით ძალიან წინააღმდეგი არიან ამ ომის. სვინგები ხო საერთოდ, ანუ ეს დამოუკიდებელი ამომრჩევლები, რომლებიც ხან იმათ აძლევენ ხვალს და ხან ამათ, მაგრამ ამათ ძალიან ჭირდებათ ახლა ომი, ისრაელს უნდა, ეპშტეინის ამბები არის გადასაფარი, აქ ცალკე ეს ეპშტეინის ამბები ყოველ დღე რაღაცა ახალს ვიგებთ და მაქსიმალურად ცდილობენ რომ არ შეიმჩნიონ, რომ ვითომ უნდა გაცდეთ იმ დღეს რაღაც უყურებთ, ძალიან სასაცილო იყო. სასაცილო ვიდეოებს რო აკეთებენ ხოლმე ეს კონტენტ მეიკერები და ეს ტრამპის ის და გადაფურცლავს, ცდილობს რომ გადაფურცლოს შემდეგ გვერდზე და იქნება გაცდეს ამ ეპშტეინის ამბავს და შემდეგ ფურცელზეც ეგ არის. გადაფურცლავ კიდე, ყველგან ტრამპია, მე მგონი ეპშტეინზე მეტჯერ წერია ტრამპი. ესე იგი, ეპშტეინი გვაქვს ალაპარაკოთ, ხო? იმიტომ რომ ცალკე ხა იქ დაზარალებული ხალხია კაც რომლებიც თავისი ადვოკატებით და ითხოვენ რომ ვიღაცა მიეცეს პასუხისგებლობაში. აგერ ახლა გუშინ წინ აღმოვაჩინეთ რომ ეს ლექს ვექსნეი რომელიც არის ვიქტორიას სიკრეტის მფლობელი და უამრავი კიდე დიდი ბიზნესების მფლობელი მილიარდერი ფაქტიურად 1 მილიარდამდე აქვს მიცემული ეპშტეინისთვის. ფაქტიურად ეპშტეინმა თავისი აი ეს რინგი აი ამ სექს ტრაფიკინგის ააგო აი ამ კაცის მიცემული ფულით. მაგრამ ლეს ვექსნერზე ვის ცალია რომ დაკონცენტრირდეს სკანდალი კი არა, ათეულში ვერ შევა ახალი ამბების. აგერ ანუ ქაოტურად იმდენ გიყვებით რომ მინდა ხაზი გაუსვა, რამდენად ქაოსია და დაწყობილად ვერ მოყვები. ერთ ამბავს ვერ ამოვარჩევ, რომ დღეს არის ეს მთავარი თემა, იმიტომ რომ აგერ ატომურმა submarine წყალქვეშა გემმა ამოყვინთა სადღაც გრენლანდიასთან, საერთოდ არ იცოდნენ იმ გემის არსებობა იქ და იმიტომ ამოყვინთა, რომ ვიღაცა გამხდა რა ავე და ზუსტად მაგ დროს ყოფილა ჩასული დანიის მეფე, ხო კაია, ეს იქნებოდა საერთაშორისო სკანდალი, ხო, მაგრამ ტოპათშიც ვერ მოხდება. ან რომ ტრამპმა დაცინა დანიასაც ირიბად, მაგრამ გრენლანდიას, რომელსაც აქვს უნივერსალური ჯანდაცვა, უფასო ჯანდაცვა აქვს და კაცი უგზავნის ამერიკიდან რაღაცა ჩვენ ბავშვობაში იყო სანეპიცათგური, უგზავნის რაღაცა
hospital ship თუ რაღაც თქვა, ანუ წამლებით დატვირთული გემია თუ რა არის. არ ვიცი და მოკლედ ამას უშვებს, არ ვიცი, იმიტომ რომ არც ვიცით. რეალურად დღეს რაღაცები რომ არ ვიცით, ვერც მოიძიებ ხშირ შემთხვევაში, იმდენად სასწაული ხდება, ხო და ეს დანიელები და გრენლანდიელები გადაირივნენ, ანუ ამან მესიჯი გააყოლათ ამ გემს, რომ უნდა გადაგარჩინოთო. რის გამო გადაარჩინოს? მარკო რუბიო რო იყო, ელემენტარულად, თუნდაც იმ დღეს მიუნხენში მარკო რუბიოს გამოსვლა რო იყო. და ჩემთვის ძალიან უცნაური იყო, რომ ბევრმა ქართველმა გააკეთა ძალიან პოზიტიური ანალიზი ამისი და მე მომეჩვენა, რომ არასწორად გადათარგმნოს უსმინეს. იმიტომ რომ რეალურად ზუსტად იგივე message box-ი ქონდა, რაც მაგას, მაგრამ აი მარკო რუბიოს ქონდა იგივე message, რაც დღეს ტრამპს გრენლანდიის მიმართ, რომ უნდა გადარჩეს ევროპა, უნდა გადაგარჩინოთ, გამოყვევით ჩვენ და ზუსტად ამ მესიჯით მოვიდნენ, როდესაც კენჭს იყრიდა ტრამპი, ამერიკა უნდა გადაერჩინა, მოკლედ. დღეს უნდა იყოს headline-ი, რომ ამერიკა ცდილობს, რომ სხვების პოლიტიკაში, აწყობილი ქვეყნების პოლიტიკაში ჩაერიოს და გადაარჩინოს, მითითებები მისცეს, მიმართულებები, ხო და არ ჭირდება ამერიკის გადარჩენა ამ ევროპას. არ ჭირდება სხვისი ჩარევა თავის საქმეებში, ხო? მაგრამ ესეც ვერ იქნება headline-ი, რომ აი გრენლანდია უნდა გადაარჩინოს ამერიკამ. გრენლანდიაში ამოყვინთა გრენლანდიასთან nuclear submarine-მა. ამერიკა აერია ისევ ეს trade სავაჭრო პოლიტიკა მსოფლიოსთან, იმიტომ რომ სასამართლომ როგორც იქნა გამოიტანა დადგენილება ამ უზენაესმა სასამართლომ და თქვა, რომ არ აქვს ტრამპს უფლებამოსილება, რომ დააწესოს ეს ტარიფები და ამან რაღაცა ახალი emergency რაღაცა ის მოძებნა, აქტი, რაღაც წელს მოგონილი და ეხლა ეს დააწესა. სანამ ეხლა სასამართლო ამასაც აუკრძალავს, ხო? რაღაც 150 დღით აქვს უფლება თუ რა. ძალიან ქაოტურია, ჩემთვის ნელად გასაგებია ეს. ლეგალური მხარე ამ ამბის, მაგრამ ფაქტია, რომ აგერ ევროკავშირი იყო ეხლა შუა რატიფიცირების პროცესში, ეს შეთანხმებაზე ხელი უნდა მოეწეროთ და შეიცვალა ტარიფი. აგერ ინდოეთიდან უნდა ჩამოსულიყვნენ ვაშინგტონში ეხლა ამ დღეებში, ასევე რაღაცა სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებით და გადაიდო ეხლა ეს, იმიტომ რომ არიციან ამ ქვეყნებმა, პარტნიორმა ქვეყნებმა არიციან ხვალ რა მოუფრინდება ამ კაც დავში. ასე გონია რომ მამამისი ფრედის კომპანიებით თამაშობს. მე არ ვიცი საერთოდ იმ ხალხს თავში არ მინდა შევროწყოთ მოგეკოთ, მაგრამ რაზე ფიქრობთ საერთოდ, როდესაც მიგაჩნიათ, რომ ეს კაცი არის ყველაზე მაგარი deal maker-ი და ხმამიეცით საერთოდ ამ კაცს, იმიტომ რომ მაგარი ბიზნესმენია, იმიტომ რომ კაცი, რომელსაც მამამისმა დაუტოვა empire, უძრავი ქონების იმპერია და სადღაც $9 მილიარდი და ამ კაცმა 6 ჯერ ოფიციალურად გააკეთა bankruptcy-ს გაკოტრების დეკლარაცია და ამ კაცს შეუძლია დიალების გაკეთება, კაცი რომელმაც ანუ აი კიდევ ერთი headline-ი იყო თავის დროზე, წესით უნდა ყოფილიყო, აი რა ვიცი, სკანდალის უდიდესი ისა, რომ მთელ ამერიკას ჩაუპა პირობითად მოსავალი ფერმერებს, იმიტომ რომ ტრამპმა ადგა და აი ტარიფებით ხო გონია რომ კარგს აკეთებს, მაგრამ რეალურად აბრაზებს ამ ქვეყნებს და შემდეგ იღებს საპასუხო ქმედებებს და ჩინეთმა რომ ამ ტარიფებზე შეხوار უბერავო და ადგა და შეწყვიტა საერთოდ ამერიკელებისგან ეს სოიოს მარცვლების ყიდვა, ჩალპა მთელი მოსავალი. და მე ამ ტაქსპეიერების ფულიდან, ანუ ბიუჯეტიდან აიღო ეს ფული და მისცა და დაეხმარა და აი თავისი გაფუჭებული გამოასწორა რაღაც ნაწილი გაფუჭებულის. მაგრამ ამაზე ვერც მოვასწარით ხალხო ლაპარაკი, ვერ მოვასწარით, იმიტომ რომ უცებ დაგვატყდა ახალი და ეხლა აღარ ვიცით. მან აღარავინ აღარ ლაპარაკობს ვენესუელას. სად არის მადურო? მადურო სად არის? ნიუ-იორკში არის? ან რა ეტაპზეა მისი? საერთოდ არც შენდება არანაირ ახალ ამბავში მადურო. ან როდის არის სასამართლო მაგაზეც ველა დავსერჩო ალბათ ვიპოვი როდის არის მნიშვნელოვანი რომ გახდეს, მაგრამ ფაქტია რომ მის გარშემო რა განვითარება არის. ბაიდენის დროს ყველა წაკიმარება ბაიდენის იყო headline-ი და ხტებოდა მენჯიდან Fox News-ი.
რამდენჯერ დაეძინა ტრამპს პირდაპირ ეთერში იმ დღეს თავისი ეს Board of Peace თუ რაღაცის შეხვედრაზე ტაშმა გააღვიძა. აი ესე წაკიმარებული იყო და უცებ ტაშა ჰოპ ესე წამოხდა და სად არის ვერ გაიგო. ხანდახან მგონია ხოლმე რომ კაი ცოდვა ეხა დიდი არის და თქვათ რომ წააკიმარებს ხოლმე თქვათ ბოდიში ამ სიტყვაზე რომ ჩაეძინება ხოლმე პირობითად როცა გადაფრენილია სადღაც ახლა ოკეანის იქით თქვათ ევროპაში შეიძლება კიდე რაღაცა ჯეტლეგი და აკლიმატიზაცია და ნუ გეძინება მაგრამ ახლა ვაშინგტონში სადაც ცხოვრობ იქ რო დაგეძინება შეხვედრაზე ნუ ეს უკვე ხო და გუშინ ამომიგდა რაღაც ვიდეო და გამახსენდა ბაიდენის დრო გამახსენდა 2023 წელს როგორ იყო აი მე ფეხი ამოვარდე შტატის 2003 წელს როგორ იყო ჩასული ბაიდენი კიევში და აი განგაშის ხმები რო იყო იმიტომ რომ შეიძლება დაებომბათ და ეს ამხელა კაცი ამერიკის პრეზიდენტი კაცი იყო ჩასული და მიუხედავად იმისა რომ ამხელა მხარდაჭერას უწევდა უკრაინას მაშინ ამერიკა მაინც ვიყავით უკმაყოფილები სულ უკმაყოფილოები ვიყავით მუდმივად რომ არაკეთებდა საკმარის დღესაც ვფიქრობ არაკეთებდა საკმარის მაგრამ ის რომ დღევანდელი ამერიკა ასეთ ზეწოლას აკეთებს უკრაინის ერთადერთ იმედზე ანუ ევროპაზე ეგაც არ არის ჰედლაინი არც საქართველოში არც არაფერი ვერ ვასწრებთ, ნუ მოკლედ არ ვიცი, იმედი მაქვს ძალიან ქაოტურად არ ვილაპარაკე. დღეს ესეთი news cycle გვაქვს, რომ დღეში 15 ამბავია, მთავარი ამბავი და ვერც ერთის ამოწურვას ვერ ვასწრებთ, რომ გავაანალიზოთ ბოლომდე კარგი მოხდა თუ ცუდი მოხდა. აი ეს ხდება დღეს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და გაგწევთ ახალ ამბებს აუცილებლად. ამ ვიდეოში პრინციპში დიდად ახალ ამბავზე არ მილაპარაკია ბევრზე, ბევრ რაღაცას შევეხე, მაგრამ მომავალში გპირდებით, რომ ავიღებ ხოლმე რაღაც თემას და იმ თემას გავყვები. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, გამომყევით, გააზიარეთ, კომენტარი დამიწერეთ, დამილაიქეთ. და აუცილებლად გამაგებინეთ თქვენი აზრი კიდევ რაზე გინდათ რომ ვილაპარაკო. ბოდიში რომ მე დიდი პროდაქშენი არ მაქვს, ისეთ სპონტანურად და კუსტარულად ვაკეთებ ჯერჯერობით, მაგრამ პრინციპში მე როგორ პოდკასტებსაც ვუყურებ, აქ აი ესე ძირითადად არის ხოლმე მსჯელობა. ისეთი გადაცემების ფორმატი რომ მივცე, როგორიც თქვათ, ხშირია უფრო საქართველოში, მომიწევს რომ დიდი დრო დავხარჯო და ესე ჩქარ-ჩქარა ინფორმაციას ალბათ ეგრე ვეღარ მოგაწოდებ. დიდი მადლობა, დროებით.